ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მალე სეზონს დახურავს. თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ჩვენ უკვე დიდი ხანია არ გვისაუბრია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ბატონ ალექსანდრე ქანთარიასთან ერთად. ის დღეს ჩვენი სტუმარია. დიდი მადლობა მობრძანებისთვის საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის მადლობა. ყველაზე ესეთი პერიოდი დგება, როცა უკვე შეიძლება საუბარი რა ხდებოდა ერთი წლის განმავლობაში თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში. დამერწმუნებით ეს არ იყო ადვილი წელი ყველასთვის, ზოგადად მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული მოვლენები ვითარდებოდა პარალელურად, თუმცა თავისთავად თეატრის მოვალეობა გახლავთ ის, რომ იყოს ყოველთვის ხალხის გვერდით და გააკეთოს ის, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გისმენთ. კი ბატონო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოჯამრთელება უსურვო თორნიკე რიჟვაძეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მტყუარ მართალია აუცილებლად შემდგომში გაირკვევა, მაგრამ ახლა უმთავრესია ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადარჩენა და ყველაფერი უკანა პლანზე გადადის, როცა სიცოცხლეზეა საუბარი. უსურვებ მას გამოჯამრთელებას. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ კონკრეტულ თემას და თეატრალურ სეზონს. ჩვენ ბოლო ორ თვეში უკვე 3 სპექტაკლის პრემიერა იყო. ერთის იქნება უკვე ზეკ, დაიდგა გიორგი სიხარულიძემ, დადგა ხსუმბათაშვილის ღალატი და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა, აქტუალური, ასევე მარიამ სიხარულიძე ახალგაზრდა რეჟისორია და კაფკასმე და ფორმოზა განახორციელა უკვე ექსპერიმენტალურ მცირე სცენაზე, დღეს არის სხვათა შორის და ეს სპექტაკლები არის ერთგვარი გაგრძელება იმ ხაზისა, რაც დავიწყეთ ამ ბოლო ხანებში. რა თქმა უნდა, ამ სეზონს გარკვეული კვალი ნეგატიური დაამჩნია იმ საყოველთაო დესტაბილიზაციის მცდელობებმა, რომელიც იყო ბოლო ხანებში ქვეყანაში, მაგრამ ამჟამად ყველაფერი რიგზია, ჩვენ ადვილად გადავლახეთ სწორედ ეს დაბრკოლება და საერთოდ თეატრს ჭირდება მშვიდობიანობის დრო, მშვიდობა ჭირდება, რომ მან აქტიურად იმუშაოს და ჩვენ ახლა სწორედ მზათა ვართ იმისათვის ყველანაირად, რომ აი სეზონი წარმატებით დაიხუროს. 12-ში იხურება სეზონი, შემდეგ არის უკვე გასტროლი თელავში, რამდენიმე სპექტაკლით, ეს არის 1902 წელი ბათუმი და რაც გინახავს ვეღარ ნახავ. სალონიკიდან დავბრუნდით. სალონიკზე ცოტა მოგვიანებით, იმიტომ რომ ცალკე გვაქვს პაკეტი, დიახ. აი ეს არის გუგუშინ წინ იყვნენ სწორედ დარდუნბაძის საერთაშორისო ფესტივალი ოზურგეთში იმართება, იქ წავიღეთ მე ვხედავ მზეს, ასე რომ თეატრი მაქსიმალურად ცდილობს, რომ და ახერხებს, ვფიქრობ, რომ ის იყოს სწორედ მაყურებლის სამსახურში. მე მინდა დიდი მადლობა გადავხადო ჩვენს ბათუმელ მაყურებელს, ასევე მადლობა თეატრის ყველა თანამშრომელს, რომელებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ამ მთელი სეზონის განმავლობაში თეატრს. მსახიობები იქნებიან ეს თუ არის პერსონალი, ვის გარეშეც სპექტაკლების გამართვა იცით, რომ შეცვალა თუ არა საერთოდ ზოგადად სურათი და გააკეთეთ თუ არა ის, რაც იყო დაგეგმილი დაუშვათ სეზონის დასაწყისში იმ მოვლენებმა, რომელიც ვითარდებოდა და თუ შეიძლებოდა ხათუნა შეაფერხა გარკვეული პერიოდით, რა თქმა უნდა, ტემპო, რიტმი შეფერხდა, იმიტომ რომ ეს იყო საყოველთაო დესტაბილიზაციის მცდელობა და ერთგვარი რევოლუციის მცდელობაც კი ჩანდა აქ და ამან ბუნებრივია ყველაგან შეაღწია და გარკვეულწილად შეაფერხა ტემპი, თორე სხვანაირად არაფერი და ალბათ არ ვიქნები მართალი, ამ სტუდიაშიც იყვნენ თქვენი თეატრის მსახიობები და იყო საუბარი იმ მოვლენებზე, იმ გაუგებრობაზე, რაც ხდებოდა იმ პერიოდში. მოგვარდა თუ არა ეს ყველაფერი და თუ არის უკვე ჩვეულ ტემპში ყველა ის ადამიანი ჩართული? ყველანი არიან, ვინც არ არიან ის გარეთაც არის ალბათ. ვფიქრობ, რომ ვისაც გაუგებარი იყო, გასაგები გახდა.
ანუ ყველაფერი უკვე არის იმ ჭრილში და ჭრილშიც უნდა ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის და სხვანაირად შეუძლებელიც არის რომ თეატრი განვითარდეს იქ თუ აქ რაღაცა გარკვეული გაუგებრობები არის ეს რა თქმა უნდა რეპუტაციასაც უშლის შემოქმედებით პროცესს უშლის და ასეთი ხალხი ბუნებრივია რომ ან უნდა მათთვის გასაგები გახდეს ეს ამბავი ან თუ გაუგებრობაშია სხვა ადგილებიც არსებობს წავიდნენ თეატრიდან არა იყო რამდენი ერთი ადამიანი წავიდა კი წავიდა ну გავიდა მაგრამ დანარჩენები ჯერჯერობით ყველა ეხლა რეორგანიზაციის საშუალებაც გვაქვს ჩვენ რომ ჩავატაროთ მაგრამ მე ჯერჯერობით არის ამის აუცილებლობა არ ვჩქარობ იმიტომ რომ და ვფიქრობ რომ ეს ნახოთ ეს პროცესი იმიტომ რომ ახლა მიდის ძალიან კარგი ურთიერთგაგება ერთმანეთთანაც და შემოქმედებაზეა ორიენტირებული თეატრი და ამდენად ეს მინდა მე რომ შემოქმედებითი პროცესები იყოს თეატრში და რეორგანიზაცია ამ შემთხვევაში არის ხო ნუ ეს შეიძლება ტექნიკურ შეეხოს და რაღაც გარკვეული მოხდეს შემცირება ტექნიკური თვალსაზრისით და ამის აუცილებლობა დგას შეიძლება ეს იყოს ფინანსური მდგომარეობიდან დაუშვათ ჯერჯერობით შესაძლებელია ეს იყოს ყოველთვის ამის საშუალება ჩვენ გვაქვს მე მაქვს ამის საშუალება რომ ეს განვახორციელო ამ ეტაპზე მე ვფიქრობ რომ ეს არ არის ახლა რაღაცა აუცილებლობა ამისი დავიწყებთ ჩვენ მომავალ სეზონს ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს და პროცესში შევხედავთ რა როგორ წავა საქმე ერთია რომ თეატრი უნდა ემსახუროს მაყურებელს ეს არის უპირველესი და თეატრი არის სწორედ ის კერა სადაც ის კონფლიქტები უნდა აჩვენოს შენ თეატრი კონფლიქტის გარეშე სპექტაკლი არ არსებობს და როდესაც გარეთ არის გახურებული კონფლიქტები მაშინ რა თქმა უნდა თეატრის ტემპერატურა უკვე იცვლება თუმცა ალბათ თეატრის ტემპერატურამაც უნდა მოიმატოს ამ კონფლიქტების ფონზე და რაღაცნაირად არ ეკლოს როცა გარეთ ხდება და უშუალოდ და ღმერთმა დაიფაროს და უნიანობა იქ რასაკვირველია უკვე სახეს იცვლის და სხვა მნიშვნელობა ენიჭება ამ ყველაფერს ყოველთვის ამაზე ახლა მე აღარც მინდა საუბრის გარჩევა იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო რომ აღიქნებოდი მართლა იყო და მე მგონი ყველასთვის გასაგები გახდა ყოველთვის ასე მეჩვენება მე რომ ყველასთვის გასაგებია ყველაფერი და ყველა უნდა იყოს პროფესიაზე ორიენტირებული. აი ეს არის უმთავრესი. თუ შენ პროფესიაზე არ ახარ ორიენტირებული, მაშინ შენი პროფესიონალიზმიც თუ როდისმე რამე ნელა-ნელა კლებულობს და ამიტომ ყველას მოუწოდებ ბუნებრივია საერთოდ ქართულ თეატრში არა მარტო აქ რომ ყველამ სწორედ აი აქეთკენ წარმართოს თავისი ძალისხმევა, თავისი ნებისყოფა, თავისი უნარები და ეს უნარები არ გაცვითოს დაუშვათ სხვაგან, იმიტომ რომ თუკი ის თulis რომ მისი მოწოდება ჭეშმარიტად არის სპეცარნაგი, სადაც და ეს არ არის იული პროფესია, მოგეხსენებათ? არ არის იული პროფესია და გარკვეულ შემთხვევაში ალბათ სოლიდარობის გარეშე ყოფნაც არ არის იული. სოლიდარობა არავინ ადამიანს როგორ შეიძლება რომ სოლიდარობა გამორიცხო ყველას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს შენი და შენი კოლეგების და ინფიცარნაგის საზიანოთ. ამაში დავასრულოთ ეს და გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იყო, უბრალოდ ერთი კვირის წინ, ხო? თუ არ ვცდები, თესალონიკში გასტროლი 29-ში ქონდა სპექტაკლი. დიახ, 29-ში. იმიტომ რომ განსაკუთრებულად მნიშვნელობა აქვს თეატრის გასვლას პირველ რიგში, ინფორმაციის გატანას და გატანას იმ სივრცეში, სადაც უამრავი შენი თანამემამულე ცხოვრობს. აი თუ შეიძლება ამ მოვლენის შესახებ და მე ვთხოვ აჩვენონ ფოტომასალა, რომელიც ასახავს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო გასტროლი იყო. ეს არ იყო რიგითი გასტროლი, ახლა გასტროლები ყოველთვის საინტერესოა. უცხოეთში საზღვარგარეთ, როცა უცხოელ მაყურებელს აჩვენებ და იქ ზოგი იგებს ამას, ზოგი ვერა და უფრო ფორმას აქცევენ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალები და ეს ყველაფერი, მაგრამ ეს უფრო ვფიქრობ სხვა ასპექტი იყო, აბსოლუტურად სხვა ასპექტი იყო, უნდა ვთქვა, რომ აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის ინიციატივით მოხდა საკონსულოსთან ურთიერთობა სალონიკის, ასევე საელჩოსთან, მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, რომ გამოეხმაურდნენ ამ საკითხს, ასევე არის იქ ალბათონი დიასპორაში ძალიან პოპულარული და აქვს კომპანია ია ხუროშვილი, რომელმაც ითავა ეს საქმე, აქედან ჩემმა მოადგილე მირაკლი დევაძემ
იმიტომ რომ ჩვენ წავედით ჩვენი დეკორაციებით, ეს არ არის ადვილი, როცა დეკორაციები მთლიანად მიგაქვს თითქმის ეს მინდოდა მეკითხა სწორედ. ხოლმე, ნუ რაღაც ერთის გამი, ორი რაღაცა და იქ რაღაცა ხედავთ, რომ ძალიან მწირია. ჩვენ წავედით თითქმის სრულყოფილი ლათ ბოლომდე ვერ წავიღეთ, მაგრამ ნუ თითქმის სრულყოფილად წავედით, ამას ბუნებრივია ჭირდებოდა ძალისხმევა და 29-ში იქ შეიკრიფა სწორედ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მონატრებულები, ქართულ სიტყვას ერთმანეთსაც ფაქტობრივად იქ მუშაობს ხალხი და ესე ადვილი არ არის ევროპაში, იცით, რომ 2 საათი იმუშაო და მე აღარ იმუშაო და მე მის არავინ არ გაპატიებს ამას აკროა, ხო და ევროპა რო გვინდა, იქ ძირითადად შრომაა საჭირო შენი პროფესიის მიხედვით. სადაც ხარ, იქ ბოლომდე, იქ არავინ არ გეწყოს შენ. სოლიდარობა გამოიჩინე და მე მოდი აქ და იმუშაო, ეგეთი რამე არ ხდება. მოგეხსენება. ამიტომ ყველა ერთმანეთსაც კი შეხვდნენ იქა 500-მდე თუ მეტი ადამიანი მოვიდა დარბაზი იყო საკმაოდ დიდი სალონიკში თეატრის დარბაზი და იქედან იყო დაქირავებული სადღაც 800-მდე კაცი ეტეოდა ნუ 600 კაცი მოვიდა დაახლოებით ამდენი ყოველთვაში იყო საკმაოდ დიდი ხალხმრავლობა და იქ იყო ხალხი, რომელიც 20 წელი ყოფილა ქვეყანაში, რომელიც 30 წლით არის უკვე 30 წელია რაც გასულია, ბავშვები, რომლებიც უკვე დიდები არიან, ზოგი 15, ზოგი 17, ზოგი წლის და არ ყოფილან საქართველოს. ესე იგი, მათთვის პირველი იყო თეატრში მოსვლაც, შეიძლება თეატრში ნაყოფები არიან, არ ვიცი, მაგრამ ოთხში ქართულ სპექტაკლზე, ქართული სიტყვა სცენიდან, როდესაც მოდიოდა და ახლა ჩვენ წავიღეთ სწორედ უფრო სახალისო წარმოდგენა, რომ კიდე ახლა არ დაგვეზაფრა იქ და რაღა და იმას კიდე ცალკე ამბები უნდა მოგეხსენებათ და ამიტომ ძალიან მხიარულად, ძალიან დიდი სიხალისით და იყო მონატრების და სითბო და სიყვარული დარბაზში. არა ის რომ უყურებს მარტო სპექტაკლს, არამედ ამის გარდა იყო კიდე საკმაოდ დიდი ემოციური მდგომარეობა და ეს იყო ძალიან საინტერესო და რა თქმა უნდა ჩვენ წავივსეთ აი ამ ემოციით, რომელიც იქ დაგვხვდა, იყო საბერძნეთის ელჩი დაესწრო, სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, გელა ჯაფარიძე, საკონსული სალონიკის ქალბატონი ელისო ბოლქვაძე გახდათ კიდევ იქ და ასე რომ ეს იყო ერთგვარი საერთაშორისო სწორედ აქცია ნამდვილად ემოციურად ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ასეთ შეხვედრები გაგრძელდება. უნდა გაგრძელდეს და სხვებსაც მოუწოდებ რომ ჩავიდნენ იქ აუცილებლად და სწორედ მიაწოდონ აი ეს სულიერი საზრდო. მე მინდა წარმატებები გისურვოთ ბატონო ლუკრი, თავდება უკვე სეზონი და გისურვებთ რომ და ჩვენს ქვეყანასაც უსურვებთ რომ მომავალი წელი იყოს, მომავალი სეზონი უკვე იყოს აბსოლუტურად ისეთ ვითარებაში, რომელიც შერიგებისკენ და ნორმალური გარემოსკენ იქნება. მშვიდობიანი, კეთილი და საქმეზე ორიენტირებული. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენ საუბრობდით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შესახებ და ჩვენი სტუმარი გახდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ალექსანდრე ქანთარი.